ასე გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილი პარტიის პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებას. ნიკა რურუა ნაციონალური მოძრაობა, ლევან კობერიძე ქართული ოცნება, ირაკლი ყიფიანი პაატა ბურჭულაძის გუნდი. მე მივესალმები ჩვენ სტუმრებს, ვიწყებ პირველი შეკითხვით, რა საკვირველია ქართულ ოცნებასთან. ბატონო ლევან, დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. ლევან კობერიძე გლდანში ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატი. მე მინდა მას მივესალმო. ლევან, დიდი მადლობა რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. მინდა თქვენთან საუბარი დავიწყო სწორედ წუხელმომხდარი ფაქტით. ხელისუფლების საწინააღმდეგო თქვენი ოპონენტები აცხადებენ, რომ მაშინ, როდესაც ქართულ ოცნებას გაუჭირდა 50-ზე ცოტა კიდევ უფრო მეტი მანდატის აღება და დასჭირდა მეორე ტური, ეს დაკავებები, რაც განხორციელდა მაგალითად გუშინ, მარნეულში უკავშირდება მათი მხარდამჭერების და მოსახლეობის დაშინების მცდელობას, რომ მეორე ტურში არ გაბედონ და ხმა არ მისცენ თქვენს ოპონენტებს. რა აქვს ხელისუფლებას სათქმელი? მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა მოწვევისათვის. მადლობა თქვენ მონაწილეობისთვის. მივესალმებით თქვენს ტელემაყურებელს. რა ვიცი, შევაფასოთ, მე მგონი აქ ყველაფერი ძალიან ნათელი არის. არჩევნების პირველი ტური დამთავრდა ქართული ოცნების დამაჯერებელი გამარჯვებით. ასევე იქნება აუცილებლად მეორე ტურშიც და ბუნებრივია, რომ ის ზალა, რომელზეც ჩვენ მანამდეც ვაფრთხილებდით მოსახლეობას, რომ მას ჰქონდა დაგეგმილი სხვადასხვა ტიპის პროვოკაციები, სწორედ შეძლების დაგვარად სამწუხაროდ რამოდენიმე შემთხვევაში მაინც მოახერხეს და გამოავლინეს ის თავისი ზნე, რომელზეც ადრე ვსაუბრობდით. აქაც ვხედავთ მარნეულის შემთხვევაშიც გამოძიება დაადგენს, რა თქმა უნდა, კონკრეტულ პიროვნებებს ვინ არიან დამნაშავენი, მაგრამ აქაც კარგად ჩანს, რომ პოლიციას ესხმიან თავს, შენობას ესხმიან თავს, სამწუხაროდ ნაციონალური მოძრაობა თავის მომხრეებს აიძულებს სწორედ იმოქმედონ ტერორისტები და ჩაიდინონ ის დანაშაულები, რომელსაც ჩადიან. ჩვენ კარგად გვახსოვს, როდესაც ნაციონალური მოძრაობა სპეცრაზმით გაქონდა, იპარავდა სწორედ საარჩევნო ყუთებს, მათ შორის ხაშურის კადრებს გაგახსენებთ და აქ კიდე ჩვენ ვხედავთ რეალურად ქართული ოცნების ხელისუფლება როგორც ცდილობს სწორედ დაიცვას იგივე საარჩევნო ყუთი აი ამ თავდასხმებისაგან, სამწუხაროდ იმ ადამიანებისაგან, რომელიც კანონს არ ღვევენ. და ერთსაც ვიტყვი, რომ ჩვენ ამაზე ძალიან მკაფიოდ თქვით, რომ არჩევნები აუცილებლად ჩაივლის მშვიდ ვითარებაში, ის ცალკეული ინციდენტები, როგორიც აქ ხდება, აუცილებლად იქნება გამოძიებული და დასჯილი ის კონკრეტული პირები, ვინც მსგავს ქმედებებს ჩაიდენს, იმიტომ რომ არ შეიძლება პოლიტიკას ამოფარებულმა ვინმე გაბედოს რაიმე სხვადასხვა დანაშაულის ჩადენა და შესაბამისად დაარღვიოს ის სხვა ადამიანების, მოქალაქეების კონსტიტუციური უფლება, რასაც ქვია ხმის მიცემა. ამიტომ ძალიან მარტივადაც ბოლოს შევაჯამებ თუ შეიძლება, მაშინ როდესაც ჩვენ ვხედავთ შეფასებებს პირველ რიგში მოსახლეობის, რომ არჩევნები მიდის მშვიდობიანად და მაღალი აქტივობაც ამის დამადასტურებელია, სხვათა შორის რომ ადამიანებს აქვთ ამის რწმენა, რომ არჩევნები არის მშვიდობიანი, კონკურენტულ გარემოში მიდის და შესაბამისად უამრავი იგივე უცხოური და ევროპელი, ამერიკელი უცხოელი დამკვირვებლები სახელმწიფო დეპარტამენტმაც კი დღეს შეაფასა არჩევნების ეს პირველი ეტაპი, როგორც საუკეთესო ერთ-ერთი მაგალითი დემოკრატიული არჩევნების. ამიტომ ვფიქრობ, აქ მე მგონი ცოტათი გადამეტებული არის. ლევან, მაგრამ როდესაც თქვენ საუბრობთ მაგალითად ამას ოპოზიციაზე, გეთანხმები ძალიან მძიმე საყურებელია, როდესაც პოლიციელებს უწევთ მაგალითად ქვებისგან თავდაცვა და ასე შემდეგ, მაგრამ ის რაშიც თქვენ ადანაშაულებთ ოპონენტებს, მაშინ მე შეგახსენებთ იგივე ჯიხაშკარის ამბებს, სხვა შორის სანდრარულობს ამბობს, რომ მას არ წაუგია პირველი ტური და იგი მეორე ტურს ჯერჯერობით საერთოდ არ განიხილავს, იმიტომ რომ მაგალითისთვის ახსენებს იქ ჩაშლილ საარჩევნო პროცესს, ანუ როცა თქვენ ოპონენტებს ადანაშაულებთ საარჩევნო პროცესის ჩაშლაში, ამ შემთხვევაში ხომ არ გაიხსენებდით რა ხდებოდა იგივე თქვენი ოპონენტების ოფისებში რა განცხადებები გაკეთდა, ანუ სხვის თვალში ბეწვი და საკუთარში დირე შეიძლება ითქვას ასეთი რამ, რომ ვერ ამჩნევს ქართული ოცნება, რა უყოთ მესმის თქვენი კომენტარი, მესმის ინგა თქვენი კომენტარი, რა თქმა უნდა, მაგრამ მოდით შევხედოთ, რეალობა არის არა ის თუ ვინ რას ამბობს ამ შემთხვევაში, ხო, ახლა ნაციონალური მოძრაობის ლიდერი
ლიდერები, რომ ვირტუალური რეალობის შექმნის დიდოსტატები არიან და საზოგადოებრივი აზრის манипуლირების, ეს ჩვენ უკვე გამოვცადეთ და გავიარეთ და შესაბამისად ამიტომ არსებობს სწორედ სამართლებრივი ჩარჩოები და სწორედ ამ სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცეული პროცესების შედეგად დგინდება სწორედ ის, რომ მათი განცხადებები როგორც წესი არის ყალბი და საბოლოოდ ვიღებთ შედეგს, რომ სწორედ ისინი და მათი მომხრეები არიან აი ყველაფერი უწესრიგობის და წესრიგის დარღვევის მოთავეები და აუცილებლად მიიღებენ იმ პასუხს, რაც არის განკუთვნილი შესაბამისი სამართლებრივი ჩარჩოებით. ამ შეფასებას მე არ ვაკეთებ. ამ შეფასებას აკეთებს ის სამართლებრივი პროცედურები, რაც არსებობს ქვეყანაში. ჩვენ სწორედ ეს შევძელით, რომ ნებისმიერი მიუხედავად პოლიტიკური ინტრიგებისა, მთელი ეს პროცესები იყოს მოქცეული სწორედ იმ ჩარჩოებში, რასაც ქვია კანონი. ეს არის ყველაზე მთავარი და ეს არის მაგრამ შეიძლება შეგაწყვეტინებთ უკაცრავად, აი გავიხსენოთ მაგალითად 2 დღის წინ რა მოხდა ვაზისუბანში, გიორგიონიანის შტაბისა და სწორედ ვაზისუბანში, იგივე სწორედ ვაზისუბანში აღმოჩნდა, რომ სწორედ ვაზისუბანში აღმოჩნდა, რომ პირდაპირ ეთერში მახსოვს განცხადება თუ სწორად მახსოვს, რომელი წევრი იყო ნაციონალური მოძრაობის, ამბობდა, რომ აი ახლა მივიღე ინფორმაცია, რომ თურმე ჩვენს მომხრეებს თავს დაესწრნენ და მერე თურმე აღმოჩნდა, რომ სწორედ ჩვენი ქართული ოცნების გუნდის წევრი შტაბის წინ მიიჭრნენ მთვრალი მხარდამჭერები თუ არ ვიცი ნაციონალური მოძრაობის და მერე აღმოჩნდა, რომ სწორედ მათი მხრიდან იყო პროვოკაცია გავრცელებული კი არა ჩადენილი და სწორედ ამაზე ვსაუბრობთ, რომ მათ ეთერებში და სიტყვებით შეუძლიათ რა თქმა უნდა ყველაფერი ილაპარაკონ, მაგრამ ფაქტი რჩება ფაქტად. არჩევნები მიდის მშვიდ გარემოში, რამოდენიმე ინციდენტი რაც არის ისევ მათ მიერ ინსპირირებული აუცილებლად იქნება გამოძიებული კადრშიც თქვენ თვითონ ხედავთ, აი ახლა მე თქვენთან ერთად უყურე აგერ ამ კადრებს და ხედავთ როგორი მდგომარეობაა რეალურად მომხრეები ნაციონალური მოძრაობის, როგორც მე მივხვდი, ესხმიან თავს საარჩევნო უბანს, პოლიცია არის შეკეტილი შენობაში, რომ დაიცვას ობიექტი და თვალნათლივაც კი ვხედავ და ამის და მიუხედავად, მაინც გავსი ტიპის განცხადებები თუ შეიძლება ერთი კითხვა მინდა დაგისვათ, ხომ არ არსებობს ქვეყანაში საფრთხე, რომ უკვე მეორე ტურის წინ ერთმანეთის პირისპირ დარჩენილი ქართული ოცნება და ნაციონალური მოძრაობა აი ასეთ რეჟიმში, ასეთი დაპირისპირების რეჟიმში მიიყვანენ ქვეყანას მეორე ტურებამდე, იმიტომ რომ ადრე ვიდრე ჩატარდებოდა პირველი ტური, ვიდრე არჩევნების შედეგები დაიდებოდა 8 ოქტომბრამდე, მონაწილე იყო ბევრი პარტია. ეხლა თქვენ და სააკაშვილის გუნდი დარჩით ერთმანეთის პირისპირ, ველოდოთ ასეთი ტიპის რაღაც დაპირისპირებებს, თუნდაც რაც მოხდა ვაზისუბანში, ან ამომრჩევლის დაშინების მცდელობას, რომ არ მისცენ ხმა ნაციონალურ მოძრაობას. აქ მეორე საფრთხეა, ლევან, ბარემ ამაზეც რომ მიპასუხოთ. ხელისუფლებაზე განაწყენებული ბევრი ოპოზიციური პარტია შესაძლებელია გაერთიანდეს სწორედ იმისთვის მეორე ტურში, რომ არ მიიღოს ქართულმა ოცნებამ საკონსტიტუციო უმრავლესობა. შეგახსენებთ, მე გუშინაც ვსაუბრობდი ამაზე ეთერში, მაგალითად დავით ბერძენიშვილს, რომელიც ამბობს, რომ ნარჩემაშვილის და გიგი წერეთლის არჩევის შემთხვევაში ის ნარჩემაშვილზე არ გააკეთებდა არჩევანს. მოგახსენებთ, თუ კი რაიმე საფრთხე არსებობს პროვოკაციების და დაშინების, ეს ისევ არის სწორედ ნაციონალური მოძრაობის მხრიდან, იმიტომ რომ ჩვენ ყველაფერს ხედავთ ხელისუფლება პასუხისგებლობის სრული გზნობით აბსოლუტურად აღჭურვილი, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ეს ამ არჩევნებმა საბოლოოდ ჩაიაროს მშვიდობიან და ასეც მოხდება. ნაციონალურმა მოძრაობამ უბრალოდ იცის, რომ ის დამარცხებულია და ბუნებრივია ის ვერ ეგუება, ან ცდილობს, რომ ან შინაგანად ეგუება, მაგრამ ცდილობს, რომ გარკვეული პროვოკაციები დაადანაშაულოს ხელისუფლება, მაგრამ იცით რა არის, დამთავრდა ის დრო, როდესაც ნაციონალური მოძრაობა ახერხებდა გაბაიბურებას, ესე ვიტყვი, მოსახლეობის, შესაბამისად ამის უფლებას არც სახელისუფლება გუნდი მათ არ მისცემს და არჩევნები აუცილებლად ჩაელვის მშვიდ გარემოში, ამაში გარწმუნებთ და თუ კი რამე ინციდენტები იქნება, რომელიც იქნება ნაციონალური მოძრაობის მხრიდან პროვოკაციები, აუცილებლად იქნება აღკვეთილი. რაც შეეხება მეორე ნაწილს თქვენი კითხვის, აქ ვიტყვი, რომ ცოტათი მე მგონი რაღაც უცნაურად ვსჯელობ და ამაზე მე სხვათა შორის მინდოდა საუბარი, რომ ქართულ პოლიტიკაში და პოლიტიკურ სივრცეში ჩვენ მე მგონი ძალიან ბევრი ცვლილება არის შესატანი მსჯელობ
განმავლობაში ძალიან მაოცებს ცვლილების შეტანაში რას გულისხმობ? აი მაგალითად ძალიან ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ საქმიანად, პროფესიონალურად და არა კონკრეტული. არა, აქ ომია, პოლიტიკური ომია, ვერ პოლიტიკურ ომზე ვსაუბრობთ, ომშიც პოლიტიკური ომშიც არის პარლამენტში და ყველაფერი შეიძლება გაკეთდეს. ომს აქვს ეს ხელჩართული ბრძოლა არ არის, ეს კარგად თქვი თქვენ, ეს არის პოლიტიკური ბრძოლა და პოლიტიკური ბრძოლა პირველ რიგში პარტიებს შორის კი არ არის, ესეც კარგად უნდა გავიგოთ, არამედ არის ამორჩევლის ხმისათვის ბრძოლა და ძალიან მიკვირს, როდესაც გარკვეული პოლიტიკური ლიდერები საუბრობენ, რომ ქართულ ოცნებას მოდით არ დაუშვათ, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა მიიღონ. იცით რატომ მიკვირს? იმიტომ რომ არჩევანს აკეთებს მოსახლეობა. თუ კი მოსახლეობის არჩევანის შედეგად დაიდება რეზულტატი, რომლის მიხედვითაც ქართულ ოცნებას ეკნება საკონსტიტუციო უმრავლესობა ძალიან დიდი ბოდიში და ეხა ეს ჩვენ უნდა ავდგეთ და ეს რა მოგვივიდა, ეს რა ქვია, საკონსტიტუციო უმრავლესობა გამოგვივიდა და ჩამოურიგოთ მანდატი ოპონენტებს თუ როგორ არის საქმე. ანუ ძალიან მიკვირს, როდესაც ისინი საუბრობენ, პოლიტიკური ოპონენტები, განსაკუთრებით გამოცდილი პოლიტიკური პარტიების, საკმაოდ პროგრესული პოლიტიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი საუბრობს, რომ მოდით არ მივცეთ საშუალება ქართულ ოცნებას. ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ არჩევანს აკეთებს საქართველოს მოსახლეობა. ეს არის მათი ფაქტიურად ჩვენ ვამბობთ იმას, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა მიეცეს, როდესაც ვილაშქრებთ ამის წინააღმდეგ ქართულ ოცნებას, აქ საუბარი იმაზე, რომ არ მივცეთ საშუალება ნორმალური არჩევანი, თავისი არჩევანი გააკეთოს მოსახლეობა, მოდით გააკეთოს თავისი არჩევანი და გამოჩნდება მე ბრძოლას რაც შეეხება, უკაცრავად ერთის დავასრულებ თუ შეიძლება და გადავიდეთ შემდეგ კითხვაზე. საქმე იცით რაშია, რომ პოლიტიკური ოპონენტები სამწუხაროდ ელაპარაკებიან არა თავის ამორჩეველს ხშირ შემთხვევაში, ამ შემთხვევაში როგორც მარკეტინგის და ბრენდინგის სპეციალისტი ვიტყვი და ასევე როგორც პოლიტიკური ტექნოლოგიების უკვე ამ შემთხვევაში, არამედ თავდასხმებს აკეთებენ ძირითადად ლიდერ პარტიაზე, მაშინ როდესაც მათ შეეძლოთ საკმაოდ ეფექტიანი კამპანიები ეწარმოებინა და ნაციონალური მოძრაობის ხმები წაეღოთ სხვათა შორის და მშვენივრად გადაელახათ ის ბარიერები. ეს უკვე მათი შეცდომაა, ეს უკვე მათი საქმეა, მაგრამ თავდასხმები მსგავსი ტიპის, როდესაც იმის მაგივრად რომ ამორჩეველს ელაპარაკო და მაგალითად რესპუბლიკურ პარტიას ჰქონდა თავის საარჩევნო პროგრამად გადაქცეული ბიძინა ივანიშვილის სახელის მოხსენიება და ასე იყვნენ ბევრი სხვა პარტიები, ძალიან შესაბამის შედეგამდე მიყავს ამორჩევლიდან გამომდინარე და ამიტომ მოდით მივცეთ საშუალება ამორჩევლს და ის გადაწყვიტავს, უნდა იყოს თუ არა საკონსტიტუციო უმრავლესობა, რამდენი ხმა უნდა კონდეს ქართულ ოცნებას და ნურც იოცნებებს ნაციონალური მოძრაობა იმას, რომ შეძლებს რაიმე ტიპის ფაქტია, რომ ეს არჩევნები ყველა სხვა პარტიას თუ არ ჩავთვლით 6 კაცს დაუშვათ პატრიოტთა ალიანსიდან წარმოდგენის პარლამენტში, დაუმთავრდა ცუდად, პირდაპირ მნიშვნელობით, მაგრამ ამის პარალელურად თქვენმა გუნდმა ვერ შეასრულა მათი მთავარი დაპირება, რომელიც გვესმოდა მთელი 4 წლის განმავლობაში და განსაკუთრებით არჩევნების წინა დღეებში. გუნდი პირდებოდით ხალხს, რომ გაქრებოდა ნაციონალური მოძრაობა, რომ ისინი მაქსიმუმ 10%-ით შევიდოდნენ, რომ ხალხი მათ ხმას არ მისცემდა, რომ რადარებიდან გააქრობდით და ასე შემდეგ. საბოლოო ჯამში აღმოჩნდა, რომ 27% ამ წუთებში ხელში უჭირავს სააკაშვილის გუნდს. რატომ ვერ მოახერხა თქვენმა გუნდმა ამ მთავარი დაპირების შესრულება? აი მითხარით 27%, რომელიც არის 470,000-ზე მეტი ხმა. ძალიან კარგი კითხვაა, ვიცი რომ ეს კითხვა ექნებოდა ჟურნალისტებს, ამიტომ აი წამოღებული მაქვს ციფრები სხვათა შორის, რომელიც ყველაზე კარგად მეტყველებს დინამიკას, რომ შევხედოთ 2008 წლიდან დაყოლებული, როდესაც ნაციონალურ მოძრაობა მიიღო 1,50,000 ხმა, შემდგომში 2012 წელს ეს ციფრი შემცირდა, რო არ შემეშალოს დაახლოებით 800,000 ამორჩევლამდე, ხოლო 2016 წელს ეს ციფრი არის 470,000. როგორ არის რადარებიდან არ გამკრალა? არა, მოდით შევხედოთ, ეს არის პოლიტიკური პარტია, რომელიც ამბობს, რომ ის არის მთავარი პოლიტიკური ძალა და გაიმარჯვებს არჩევნებში და აგერ ხედავთ დინამიკას წლიდან წლამდე, მათი რესურსი სადამდე არის დაყვანილი და მეცაც გეტყვით, აუცილებლად ძალიან მალე მოსახლეობა თავის საბოლოო წერტილს დაუსვამს ამ ყველაფერს, ოღონდ ამას ამორჩეველი გადაწყვიტავს. როგორ თუ 4 წლის განმავლობაში ისე დაგვირგვინდა 4 წლის თავზე უკაცრავად თუ შეიძლება შეგაწყვეტინებ არჩევნები, რომ 27%-ს აძლევს მოსახლეობა, ჯერ მათ მეორე ტურებზე არ დაუდიათ შედეგი ისევე როგორც თქვენ, ამ ხალხს მაშინ რანაირად
გაქნენ პირიქით ამითი მათ მოიპოვეს ყველაზე ძლიერი პოლიტიკური ოპოზიციური პარტიის სახელი და თქვენ რომ ამბობთ რომ აი მოიცადეთ ჯერ კიდევ წინარისო დღეს მაგალითად ლარი უკვე კიდევ უფრო მეტად გაუფასურებულია გაჭირვება ქვეყანაში ანუ ხელისუფლების კალათაში დივიდენდებად არ წავა შემდეგი წლები ლევან იმიტომ რომ რთულია ამ ქვეყანაში ეკონომიკური სოციალური პრობლემების მოგვარება და ხომ არ შეიძლება ვიფიქროთ რომ კიდევ უფრო გაძლიერდა პირიქით ნაციონალური მოძრაობა არა ნუ აი როგორ გაძლიერდა ფაქტები მოგიყვანეთ აგერ ციფრები გითხარით 2.5-ჯერ მეტჯერ არის შემცირებული ნდობა ამ პოლიტიკური ძალის მიერ მოსახლეობიდან ის რომ აქვს მას 27% მიღებული აქ მე ცოტა სხვანაირად დავაყენებდი საკითხს რომ ალბათ ანალიზი რომ გავაკეთოთ ჩვენც და სხვა ოპოზიციურმა პარტიებმაც დავაკელით კიდევ უფრო მეტი პროფესიონალური მუშაობა ჩვენს ამორჩეველთან იმისათვის რომ მათ საერთოდ არ მიეღოთ არათუ 27%, არამედ ეს პროცენტები. თუმცა მოსახლეობა წვიტავს კიდევ ერთხელ თქვი, ჩვენ არ ვაპროტესტებთ ამ ფაქტს, ეს არის მოსახლეობის არჩევანი. ისა მან 27%, ასე ვთქვათ, მხარი დაუჭირა ნაციონალურ მოძრაობას. ვფიქრობ, რომ ეს იყო ის პროცენტები, რომელიც ოპოზიციურ ძალებს კარგი მუშაობის შემთხვევაში შეეძლოთ დაეჭირათ, იმიტომ რომ ჩვენი სტაბილური ამორჩეველი ყავს სამწუხაროდ. ესე არ მოხდა მათი თავის ტკივილი უფრო არის და საბოლოო ჯამში საზოგადოების, მაგრამ ჩვენ ამ 450,000 ადამიანს ბუნებრივია რომ პატივსცემთ მათ არჩევანს, ჩვენ პასუხისგებლობით აღჭურვილი გუნდი ვარ და რა თქმა უნდა მათი უფლებების დაცვაზეც ბუნებრივია რომ ვიზრუნებთ. არ ვაპირებთ ეხლა პარლამენტში შეიძლება ეს კითხვაც გაგიჩნდეს სტრატეგიულ თანამშრომლობას რაიმე თემებზე ნაციონალურ მოძრაობას. საერთოდ არ აპირებთ? სტრატეგიულ თემებზე არანაირად არ ვაპირებთ. სტრატეგიული თემები არის ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებული თემები და რაღაც თემატურ საკითხებთან დაკავშირებით იქნება ეს არ ვიცი პარლამენტის გადმოტანა თუ იქნება ეს ნებისმიერი სხვა რაღაც საპროცედურო საკითხი, ნუ იქ შეიძლება უბრალოდ პარლამენტში რასაც ითვალისწინებს პროცედურები შეიძლება ამ თანამშრომლობას არ დავარქვათ. ლევან და ბოლოს დამჩა მხოლოდ 9 წუთი სახიფათოა ნებისმიერი ხელისუფლებისთვის ამ ტიპის საკონსტიტუციო უმრავლესობა ასეთია ბევრი აზრი ამ ქვეყანაში რომელსაც უმიზნებს ქართული ოცნება. რატომ გადაწყვიტეთ რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო ეს საკონსტიტუციო უმრავლესობა რას უმზადებთ ქვეყანას? ხიფათს ხედავს თითქმის ყველა პოლიტიკური ჯგუფი თქვენ რომ ხელში აიღოთ ეს საკონსტიტუციო უმრავლესობა. პირველ რიგში მინდა გითხრათ რომ არაფერს არ უმზადებთ, ვაპირებთ რომ ვიმუშაოთ ქვეყნის საკეთილდღეო და თითოეული მოქალაქის ადამიანის საკეთილდღეოდ ეს ერთი. მეორე ეს პოლიტიკური ოპონენტების პრობლემაა რომ ისინი ფიქრობენ რომ ეს არის პრობლემა, რადგან როგორც ვატყობ და სწორედ ამ სიახლეებზე მინდოდა მესაუბრა პოლიტიკასთან დაკავშირებით ალბათ, მაგრამ სხვა ეთერში მოგვეცემა საშუალება იმედია თქვენთან. საუბარია იმაზე რომ პოლიტიკური პარტიები სამწუხაროდ როგორც ხედავ მიჩვეულები არიან მთელი ამ ბოლო 25 წლის განმავლობაში მუშაობას არა ამორჩეველთან, არამედ ცოტათი პოლიტიკურ ვაჭრობას, როდესაც და ეს არის ეთყობა მათი ძირითადი არგუმენტი, როდესაც საუბრობენ რომ რაღაც არის საშიში. მოსახლეობა აძლევს ხმას კონკრეტულ პარტიას იმის და მიხედვით თუ როგორ ემუშავება მას, იმის და მიხედვით თუ რა შედეგები აქვს ამ კონკრეტულ პოლიტიკურ ჯგუფს. შესაბამისად, მოუწოდებდი პოლიტიკურ პარტიებს რომ ცოტათი უფრო მეტად ამორჩეველზე იფიქრონ და ამ პოლიტიკურ ვაჭრობას შეეშვან. აი ესე შეიძლება. მადლობა ლევან კობერიძე, ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატი გლდანში 22 ოლქში, მას მეორე ტური აქვს წინ და მე წარმატებას უსურვებ. ეს იყო ლევან კობერიძე, ქართული ოცნების ახალი გუნდის ახალი სახე. გადავდივარ ახლა ნაციონალურ მოძრაობასთან, ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატი მთაწმინდის ოლქში ნიკოლოზ რურუა გვერდება პირდაპირ ეთერში. ბატონო ნიკა, ვიდრე თქვენ შემოგვიერთებოდით პირველ რიგში დიდი მადლობა რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას, ვიდრე თქვენ შემოგვიერთებოდით